16 მარტის ყირიმის რეფერენდუმს უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა დაფასებს პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც რეფერენდუმი სამხედრო ძალების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, მისი შედეგების ლეგიტიმურობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. მისი თქმით, რუსეთის ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კონკრეტული და უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ყირიმში შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, რუსეთის მიერ რეფერენდუმის შედეგების ამოქმედების შემთხვევაში უკრაინაში ომი დაიწყება, ხოლო დასავლეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი დაზარალდება. ყოველივე ეს კი საქართველოზე უარყოფითად აისახება. არსებული მონაცემებით 16 მარტს ყირიმის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 96%-მა ხმა ყირიმის რუსეთთან შეერთებას მისცა. რეფერენდუმში 1.200.000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დასავლეთის ლიდერებმა აღნიშნული რეფერენდუმი არალეგიტიმურად უკვე შეაფასეს. პუტინს გააჩნია, ასე ვთქვათ, თავისი ამბიციები, მას ყავს მომხრეები, ზოგი დაქირავებული, ზოგი გულწრფელი, მათ შორის საქართველოშიც და ისინი ასე ილაპარაკებენ. უბრალოდ ჩვენ ნათქვამი ემთხვევა, მე ვამბობ, რომ ეს რიტორიკა, ეს პროპაგანდა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირი არ გამქრალა და ეხლა ვიხილავთ მის საბოლოო დანგრევას და გაქრობას. რისი წამალიც ერთადერთია საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია. მომავალ იკვეთება ყველაზე ცუდი ვარიანტი, ეს არის ომი. სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მძიმე დანაკარგს განიცდის როგორც რუსეთი, ისე ამოქმედება ეს სანქციები დღეიდან დაიწყო ამოქმედება. ესე იგი, სერიოზული ეკონომიკური კატასტროფის წინაშე ვდგევართ ორივე მხრიდან, სხვადასხვა, იმიტომ რომ ეკონომიკები არის ურთიერთ თანხმედრაში. ორივე მხარის სანქციები გამოიწვევს სერიოზულ დაზარალებას რუსეთისა, მაგრამ არ ანაკლებს სერიოზულ დაზარალებას დასავლეთისაც. და პირველი შედეგები არის. პირველი შედეგი არის ის, რომ რუსეთმა წინასწარ დაიწყო სანქციების შემოღება ლიტვის წინააღმდეგ მაგალითად და კლაიპედას პორტი პრაქტიკულად გაჩერებულია.